ბავშვებო, დღეს ძალიან უჩვეულო ადგილას მოვედით. დღეს ჩვენ მოვედით ნიკოლის სამაჯისო ცეკვების კონკურსზე. ეს მისთვის სიურპრიზია, მან არც კი ისის რომ აქ ვართ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მხარდაჭერა დაეხმარება მას გამარჯვების მოპოვებაში. კარგი, ახლა წავიდეთ და ვიპოვოთ იგი. შეხედე ზლატა, მე პირველი ადგილი დავიკავე. ჰეი, ბოგდან, ჩამოდი. მოდი, ნიკოლი უნდა ვიპოვოთ. ვა, მათ სნეკები აქვთ. კარგი რა, ბოგდან, გაიხსენე ნიკოლი. მოგვიანებით შეჭამ საჭმელს. ის აქ არის. ახლა წავიდეთ და გავაკვირდეთ. წავიდეთ. ჰეი, რატომ ხართ აქ? ჩვენ მოვედით რომ გაგახაროთ, ჩვენ გვინდა რომ კონკურსში გაიმარჯვო. აქ ხმამაღლა ლაპარაკი აქ შეიძლება. კარგი. მოგვიყევი შენი ვარცხილობის შესახებ. ეს იქნება გოფრირება. ბოლოს შეჯიბზე მე დახვეულით მომქონდა. იმდენ გელს არ წავისვამ, რამდენი სინაჯერზე მქონდა. ამ ვარცხილობას ამდენი არ სჭირდება. ხანდახან ჩემი ვარცხილობა ჩემს მას ბლოკივით ამაგრებს. დიდი მადლობა ბავშვებო, რომ მოხვედით ჩემს მხარდასაჭერად. ეს ისეთი პატივია. შენი თქმა გაკეთდება. ჩვენ წავალთ და შევამოწმებთ რა არის იქ. ვა, შეხედე რა უზარმაზარი საცეკვაო მოედანია. ბოგდან, ხო, წავიდეთ, არ შემარცხვინო. საცეკვაო მოედანი მხოლოდ პროფესიონალი მოცეკვავეებისთვისაა. აქ არ შეგიშვებენ. სპეციალური ფეხსაცმელიც კი არ გაქვს. კარგი, მე მეგონა ჩემი ფეხსაცმლით შევიდოდი. შეხედე, ნიკოლის დედა. ტანია ნერვიულობ ნიკოლზე? მას დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრი აქვს. ბავშვებო, რა თქმა უნდა, მე ნერვიულობ. ყოველ ჯერზე ისეთი გზნობა მაქვს, როგორც პირველ შეჯიბრზე. დღეს ორ კატეგორიაში ასპარეზობს. სკოლაში და ენკლასში. ენკლასის კატეგორია ძალიან მნიშვნელოვანია. რა? ეს ყველაფერი საცეკვაო კატეგორიებია. ისინი განისაზღვრება სირთულისა და ასაკის მიხედვით. ნიკოლი დღეს 97 ნომრად გამოდის. ბავშვებო, ნიკოლის ნომერი ლამინირებული უნდა იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია ლამინირებული ნომერი. ეს ძალიან ეფექტურია და ცეკვის დროს ძალიან ლამაზი ჩანს. ჩვენ ლამინირებას გავაკეთებთ და თქვენ გვიყურეთ. ნიკოლის ნომერს მალე დავამზადებთ. ჩვენ გავაკეთეთ. გამარჯობა. ვა, შენი ვარცხილობა მზადა? ნება მოვეცი ვნახო. გატრიალდი? ვაუ, შეგიმცნევიათ რომ ნიკოლს თეთრი თმა აქვს? დაწერეთ კომენტარებში თუ შეამჩნიეთ. ნიკოლ, რას აკეთებ აქ? შენ მალე გამოდიხარ. მიდი, ჩაიცვი და იჩქარე. წარმატებები. შეხედე, კაბა გამოიცვალა. აბა გვაჩვენე შენი კაბა როგორია? ვა, ძალიან ლამაზი ხარ. გულისხმობ, შენ ყოველთვის ხუდი გასვია ხოლმე, მაგრამ ახლა გამოწყობილი ხარ და ისეთი ლამაზი რა ხარ. არის ეს ფეხსაცმელი? ეს სპეციალური ფეხსაცმელია. დიახ, ეს არის სპეციალური ფეხსაცმელი სამაჯნისო ცეკვისთვის. მათ აქვს სპეციალური ძირის საფარი. მე მათ ვიწვევ საცეკვაოდ და ისინი არ სრიალებენ ხოლმე სცენაზე. ნახეთ, როგორი დაკაწროლები არიან. დღეს ფუნჯი დამავიწყდა და ამიტომაც არ არის საკმარისად ნაკაწრი. მაგრამ ეს საკმარისი შეიძლება ფეხი იქნება. დაგისრიალდეს და მაყურებელში გადავარდე? აჩუმდი ბოგდან. მაგრამ ეს შეიძლება სასაცილო ვიდეო გამოვიდეს YouTube-ისთვის. პირველად გამოდივა რა კამო კატეგორიაში. და ახლა ფეხი რომ დამიცურდეს, სასაცილო იქნება. კარგი ბავშვებო, მაკიაჟი უნდა გავიკეთო. გაიცანით იგორი, ის ერთ-ერთი მწვრთნელია. დღეს კონკურსში მხარს დამიჭერს. ნიკოლი ძალიან ნიჭიერი, მოქნილი და ძალიან ემოციური გოგონაა. რა თქმა უნდა, ყოველთვის არის პუნქტები, რომლებიც უნდა გააუმჯობესოს და გაზარდოს. მაგრამ მე მჯერა რომ ის დღეს მაღალ შედეგს აჩვენებს. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ მასთან საცეკვაო დარბაზში. მართალი ვარ? ველოდები მის პირველ ადგილს დღეს. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა იგორ. არაფრის. როგორ მოგწონს? ვარ, მაგარი მაკიაჟია. შენ გაქვს თვალის შტილი, ისრები და პომადა. მოგწონს? დიახ. ისეთი შოკირებული ვარ, ვერც კი წარმოიდგენ.
ნიკოლს ასეთ ლამას პირველად ხედავ. კარგი, ხუმრობ. აბა შენიცი დღეს გაიმარჯვებ. და ახლა ბოლო რეპეტიციას ჩავატარებ. ნახვამდის, სად გარბის ის ყოველთვის? ისე ნიკოლის მაკიაჟის შესახებ ვერაფერი გავიგეთ, რადგან ახლა ის რეპეტიციას გადის. წავიდეთ და ვკითხოთ დედას. აი იქ არის. ჩვენ გვაქვს სასწრაფო კითხვა. გვიამბე ნიკოლის მაკიაჟის შესახებ. რატომ არის ეს მაკიაჟი? რატომ არის ასე ცოტა ჩრდილები? არ არის ნათელი ფერები, არ არის ჭყიალები. ახლა ვეგეთქვით ბავშვებო. ნათელი მაკიაჟის გაკეთება შეიძლება მხოლოდ 12 წელზე უფროსი ბავშვებისთვის. მას ახლა ღია ფერების უფლება აქვს. არანაირი ჭყიალა და წითელი პომადა არ შეიძლება. ამიტომ როცა ნიკოლი პროფესიონალი გახდება, მას შეეძლება ნათელი მაკიაჟი გაიკეთოს და თქვენს ნახავთ ამას. ის თავს მაკიაჟით გაილამაზებს და ამის მოწმეები თქვენ ყველანი იქნებით. ო, მადლობა. ჩვენ წავალთ კონკურსის საყურებლად. და სად არის ბოგდანი? უჰუ! ნიკოლ! მიდი ნიკოლ! ასე რომ ნიკოლი გავიდა ნახევარფინალში. მამ შვენიურად იასპარეზა. იგი ძალიან ეცადა. ფეხი არასრიალებია და არ დაცემულა. წარმოუდგენლად მაგარი იყო. ბავშვებო, დაწერეთ კომენტარებში ნიკოლი საუკეთესოა. ის გთხოვთ. მართალია. ჩვენ ძალიან უჭერთ მხარს ნიკოლს და ნერვიულობ. გავაგრძელოთ ნიკოლის გულშემატკივრობა. უჰუ! ნახევარფინალი ახლაღანს შედგა და ნიკოლმა კიდევ გამორჯერ დაუშვა შეცდომა. ძალიან ამაღელვებელი იყო. მე ძალიან მინერვიულე და მას სუნთქვა შეეკრა. ეს ასპარეზობა ძალიან რთული იყო, მაგრამ მან ყველაფერი მშვენივრად გააკეთა. მე ვარ შემდეგი, უნდა წავიდე. ის ფინალში გავიდა. ფინალი! წარმოგიდგენიათ? შოკირებული ვარ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ნიკოლი ასე მაგრად იცეკვებდა. ძალიან მაგარი იყო. ბავშვებო, კიდევ ერთხელ უყურეთ ამ ვიდეოს. იმიტომ რომ კარგი, უბრალოდ ჩვენიერი იყო. ჩვენ ძალიან ნერვიულობდით. რაც შეგვეძლო ვიყვირეთ. კარგი, წავიდეთ, უყუროთ ფინალს. ნიკოლი უკვე გავიდა ფინალში და მას აქვს გამარჯვების ძალიან დიდი შანსი. ეს წარმოუდგენელია, ძალიან მღელა მასზე. ნიკოლს ბევრი ჯილდო აქვს. იმედი მაქვს დღეს სახლში კიდევ ერთი ჯილდოთი წავალთ და ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენ გამარჯვებას. იმედი მაქვს რომ იგი თასს მოიპოვებს და ჩვენ ძალიან გაგვახარებს. ჩვენ ახლა სხვა კატეგორია გვაქვს. ნიკოლი ასრულებს სამსეკვას, ვალს, ჩაჩაჩას და ჯაივს. მოდი წავიდეთ. ნიკოლ!
ჯილდოდება მონაწილე ნომერი 436. სოლომია, კიევი. მონაწილის ნომერი 104. ჯილდოდება მონაწილე ნომერი 84. ნიკოლი. Yes, შენ გაიმარჯვე. რას გზნობ? გაგვიზიარე შენი ემოციები. როგორც იქნა, ძალიან ბედნიერი ვარ. ოღონდ იმ კლასში ჯერ არ დამაჯილდოვეს, მაგრამ მე უნდა გავიმარჯვო. ანუ ეს მხოლოდ ერთი კატეგორიაა და შეგიძლია კიდევ ერთი მოიგო. მე ძალიან ველოდები ამ მომენტს, რადგან იმ კლასი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. შედეგებს აცხადებენ. აბა რომელი ადგილი დაიკავე? გითხარი. მე მერვე ადგილზე გავედი. მერვეზე ოჩახ. არი ნერვიულო, შენ აუცილებლად დაიკავე პირველ ადგილს. და ჩვენც აქ ვიქნებით, მართლა გვპირდებით, ისე ერთ კატეგორიაში მაინც გავიმარჯვე და ზოგადად ბედნიერი ვარ. ჰეი, ნიკოლ, და სად არის შენი თასი? მე დავინახე, რომ შენ ხელში გქონდა. რა? მე თქვენ არ მოგეცით? არა. არ მოგიცია. თასი გაქრა, არ სად არის? იქნებ ვინმე მოიპარა? ყავს თუ არა ვინმე მტერის ეკვაში, რომელიც მოგებაში ხელს გიშლის ხოლმე? მოიცადე, მე ვიცნობ ერთ ვინმეს, ვისაც შეეძლო მისი მოპარვა. ვინ არის? გითხარი. ამოდით ნახოთ, ისევ იქ არიან თუ არა. ისინი არიან? ესენი არ არიან. მოდი წავიდეთ უფრო შორს. ისინი არიან? უგაცავად. წარმოიდგინე დედა, ვიღაცამ ჩემი თასი მოიპარა. მოიპარეს და რატომ მგონია რომ მოიპარეს? იცი ნიკოლს ყავს მტერის ეკვაში და მათ მოიპარეს თასი. რები ყავს? რაზე ლაპარაკობ, ბოგდან? მართალია ისინი ემუქრებიან მის სასეკაო კარიერას. მითხარი დედა, კიდევ ვის შეეძლო ჩემი თასის მოპარვა? რომელ თასზე ლაპარაკობ? ამაზე? ისე იგი შენ მოიპარე? ეს ნიშნავს რომ შენ ხარ მტერი? იქნებ ეჭვიანობ მის წარმატებაზე და გინდა ყველა ჯილდოს მიღება? რას ისუველია, რას ლაპარაკობ? თქვენ დატოვეთ თასი მეთვალყურეობის გარეშე. და შემდეგ მე ავიღე, რომ არ დაკარგულიყო. რა სამწუხაროა, ისეთი დაინტერესებული ვიყავი რომ მტერს ვიპოვიდით. ძალიან ბედნიერი ვარ რომ თასი ვიპოვეთ. 3 2 1 0. თქვენ მისტიკოლის არსე ხართ. მადლობთ რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და არ დაგაუცდეთ და ლაიქება. აბა კარგად.